სიჩქა არ ვიცი. მაგრამ ვისარგებლებ მომენტით და განვიხილავ ჩემს Suzuki GSX-S 1000 მოგეხსენებათ ეს არის სტრიტ მოტოციკლეტი და ძირითადად მყავს კომფორტისთვის. ჩემი მანქანაა ჩათვალეთ რა. ვიკენდებზე გამოვდივარ ხოლმე საკატაოდ ძირითადად და ამ ვიკენდებზე დავდივარ ძალიან ბევრს მეგობრებო. 3 შტატში მოძრაობ, ეს არის ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი და პენსილვანია და ერთი ჩემი გასვლა მოტოციკლზე არის დაახლოებით 200-დან 250 მილამდე და შესაბამისად მინდოდა ამერჩია ისეთი მოტოციკლი, რომელიც ამხელა გზას გაუძლებდა და არ ვიფიქრებდი იმაზე, რომ მილები ემატება მოტოციკლს და ასე შემდეგ. მოგზაურობ და უცხო ქალაქებში ვარ და ძალიან ბევრი ბარგი მაქვს. დაახლოებით 3 ჩანთა მაქვს დღეს ბარგი და ვიღებ და ვიღლები და ასე შემდეგ. ასეთ სიტუაციებში ძირითადად ვიყენებ ხოლმე სტრიტ მოტოს. ანუ ეს არის უფრო ყოველდღიური დანიშნულება და პრაქტიკულობა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს იმას არნიშნავს, რომ ეს მოტო სუსტია. 1000 კუბიანი მოტოციკლი გახლავთ, 4 ცილინდრი, 150 ცხენის ძალა. Suzuki-მ გაანახლა საკმაოდ თავისი GSX-S მოდელების დიზაინი. წინა მოდელები საკმაოდ მახინჯი იყო. ჩემთვის პირველი მძიმე და შედარებით მაღალკუბიანი მოტო იყო Suzuki GSX-S 750, რომელიც საქართველოში მყავდა. რაც მთავარია მოაშორა წინა ყველაზე მახინჯი ფარი, რომელიც ჰქონდა წინა მოდელის GSX-S 1000, აი არანაირად გული არ მიგივიდოდა იმ GSX-S-ებზე რა, მაგრამ ეს ძალიან მომეწონა. Quick shifter-ი ზევით ქვევით და რა თქმა უნდა გვაქვს ABS-იც. მოცულების საწინააღმდეგო traction control-ი გვაქვს 5 ლეველიანი. Bro. ხო, სად ვიყავი? 5 ლეველიანი traction control-ის სისტემა გვაქვს. 5 რეჟიმიანი traction სისტემა გვაქვს. მოცულების საწინააღმდეგო. არის აქ გვიჩვენებს ასევე წვას 32.9 mpg-ია ახლა ამისი წვა და არ ვზოგავთ მაგისტრალებზე მივდივართ სრული სიჩქარით. ყველა სიჩქარე მაქვს ამოწურული აბსოლუტურად red line-ამდე, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. მაქსიმალურ სიჩქარეს რაც შეეხება თავისუფლად ავდივართ დაახლოებით 155 მილამდე და 165 მილამდე, შემდეგ უკვე ნელ-ნელა ავდივართ. რა თქმა უნდა გამომდინარე იქიდან, რომ სტრიტ მოტოციკლია, ჰაერის წინაღობას ისე ვერ უწევთ წინააღმდეგობას cars მაღალ სიჩქარეებზე, როგორც სპორტული მოტოციკლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა და გვაწუხებს ქარი. ამერიკის ამხელა მაგისტრალებზე საათობით გადავადგილდები 100-ით მილს და ხანდახან ნელა მივდივარ ხოლმე, იმიტომ რომ კისრის ტკივილი იმატებს. დაახლოებით რაღაც 120 მილის სიჩქარეზე ეს პრობლემა არ მაქვს, მაგრამ როდესაც გადავაჭარებ 120 მილ სიჩქარეს, აი იქ უკვე მოდის ეს პრობლემა, რომ ქარი გვაწუხებს. თვითონ მოტოციკლი არის ძალიან სტაბილური მაღალ სიჩქარეებზე, თუმცა აუცილებლად სჭირდება დემპერი, საჭის ამორტიზაცია, რადგანაც ძალიან უხეშად გაზის გახსნისას რამდენიმე ჯერ შუქნის შანზე დაახლოებით 2-ჯერ თუ 3-ჯერ ისეთი tank slap wobbly გამიკეთა, რომ მეგონა რომ მოვკვდი, მაგრამ დემპერი გზაშია და ამასაც ვაყენებთ. რაც შეეხება ბორდ კომპიუტერს, ესეთი გვაქვს, თუმცა 2025 წლიან მოდელებში უკვე ვხვდებით TFT dashboards და ის ღირს, ანუ 2025 წლის მოდელი ამ მოდელისგან განსხვავებით მხოლოდ TFT dash-ით გამოირჩევა, ანუ მარტო ეკრანი გვაქვს შეცვლილი, დანარჩენი იგივეა ყველაფერი და აი ამ განსხვავებაში ვიხდით დაახლოებით $4000 2 წლით ახალ მოდელში. თვითონ ეს ბრენდი მიყვარს მისი გამძლეობით, მისი გულით, სულით და მაგონებს რაღაცნაირად საქართველოს რა, საქართველოში რომ ყავდა GSX-S 750, ეგ დრო ძალიან კარგად მახსენდება და ამერიკაში ჩამოსვლასთან ასე ვთქვათ აპგრეიდი გავაკეთე იმის, რაც საქართველოში უკვე მქონდა 750 და აქ უკვე მყავს GSX-S 1000 და ნაწილობრივ ეს მოდელი მაკავშირებს საქართველოსთან. ეს ჩემი დიზაინია, აქ გვაქვს იაპონური დიზაინი.
და ჩემი აზრით უხდება, ვაპირებ დავამატო კატანა და სუზუკის წარწერა თვითონ იაპონური კანჯით, ჩემი აზრით ძალიან მოუხდება. მოტოციკლი არის აბსოლუტურად უნაკაცრო, მეგობრებო, წაქცეულზე ლაპარაკი არ არის. ეს ნაწილი მე დავუყენე, ასევე გავუუქმე უკანა სკამით სანომრე ნიშანი და ამაში დამეხმარა ოთო და პაპუნა, დიდი მადლობა ამისთვის. ნაკაწრი არ მაქვს მოტოზე, ახალი ვითარი და გავატარე 5500 მილი სულ რაღაც მე მგონი 2 თვეში და ამ 2 თვეში თან ყოველდღე არ გამოსულარ. როგორც ვთქვით, ჩემი ერთი გამოსვლა არის დაახლოებით 200-დან 250 მილამდე მოგზაურობა, ანუ მოტოთი არ გავდივარ, მოტოთი მოგზაურობ. ეს არის ჩემი მანქანა, როგორც გითხარით. და შესაბამისად ჭირდებოდა ყოველდღიურ ხმარებაში აი ესეთი გამძლე მოტოციკლი და არ მჭირდებოდა ამაში ჩატენილი ყოფილიყო 1000 ელექტროობა და ასე შემდეგ. Yeah, I'm just reviewing my bike, sorry. Whew. Oh, are you? Yeah, that's Suzuki one. I thought you were on the phone. I was like, she looks crazy right now. Yeah, it's a street bike, 1,150 horsepower. 2023, brand new, almost, you know. I like it. It's like cool. This is my daily bike. Yeah, same with this for me. I don't have a car, so everywhere I go, everywhere? New York, like New Jersey, I move around 3 states. Every ride is like 100, 200 miles for me. So I need a bike which is reliable as hell, and that's Suzuki, bro. Yeah. It doesn't have like cornering ABS. It has regular ABS, but it doesn't have all that extra electronics. I don't need that. You don't need it. I don't need, it has quick shifter up and down. Yeah, that's smart. That's enough, you know. Yamaha. G8. Yeah. It's an 800, not 1,000. Yeah, that's fine. You'll get there. საჭე არ მომწონს საჭე რა ძალიან მაღლა. Whoa. საჭე გვაქვს ძალიან მაღლა. გამოცვლას ვაპირებ უფრო დაბალი საჭე მინდა და ახლოს ბაგთან. დარჩენი, რა ვიცი, ყველაფერი კარგი აქვს რა. მუხრუჭები ძალიან მოწონს ამ მოტოზე, გამომდინარე იქიდან რომ ბრემბოსია, უცებ ვამუხრუჭებთ წამებში. ასოცირდება ისეთ მოგონებებთან თვითონ ეს ბრენდი, ამ ბრენდის 4 ცილინდრის ხმიანობა, ისეთ ხალხთან, ისეთ გარემოსთან, რომელიც ძალიან მენატრება და სულ მინდა რომ ახსოვდეს რა. ამ სექციანი ფარი გვაქვს. მოკლედ ნამდვილად შეეცადა რა, სულ Suzuki-ზე წუწუნებდი ერთ რაღაცას, რომ რით ვერ გამოასწორეს მეთქი მოტოს დიზაინი რა და როგორც იქნა ახალ მოდელებში მიეცა ის თანამედროვე დიზაინი, რაც მე პირადად ძალიან მოწონს, ძალიან ბუთქუნა, აი პატარა ფრთებიც გვაქვს, ძალიან საყვარლობა. პატარა ფრთებიც გვაქვს, აი ეს ოქროსფერი წინა ამორტიზაცია, ჩანგალი, ძალიან ის არის რა ქვია, ლამაზი, ჩემი აზრით შავფერს უხდება. ეს ჩემი არჩევანი იყო სრული შავი ფერი და ჩემი აზრით ძალიან უხდება, მაგრამ შეგვიძლია სხვადასხვა ფერებშიც შევიძინოთ. და რა ვიცი, არჩევით თქვენ მითხარით როგორ მოგწონთ, მე მგონი ძალიან კაია რა. მე ძალიან მიყვარს, აი ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ისეთი ძვირიანი, როგორც Ducati Street Fighter და ასე შემდეგ, მე ეს მრჩევნია და ეს მიყვარს.
რა ვიცი, აი, ხო, მოტოზე რო იტყვიან, რომ შენია რა. შეიძლება არ იყოს ყველაზე მაგარ თორქიანი და სწრაფი, მაგრამ დღესდღეობით ხო იცით როგორ არის კონკურენცია, რომ აი მე ამდენი ცხენი მაქვს, შენ ამდენი ცხენი და თორქი აქვს, მაგრამ აი თქვენ გამოიტანეთ დასკვნა 150 ცხენი, მე მგონი სტრიტ მოტოციკლზე არ არის ცოტა და საკმაოდ ძლავრი მოტოა, უბრალოდ თუ არ გაგიჟდებით და არ გინდათ რომ რაღაცა სასწაულის სამასით იაროთ დღე და ღამე სტრიტზე, რაც რავი, ჩემი ერთ ლოგიკური არ არის. ოკეი, ეხლა დავბრუნდებით უკან. მართლა ერთხელ დავიღალე.